კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე მე ხატია ქვათაძე ვარ. ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს ხვდებიან. საქართველოში ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე შენარჩუნდება. უკრაინაში ხმების დათვლა გრძელდება, თუმცა მეორე ტური უკვე ოფიციალურად არის დანიშნული და მასში მონაწილეთა ვინაობაც ცნობილია. შოუმენი მოქმედი პრეზიდენტის პირისპირ საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო დამკვირვებლები ხმის მიცემის დღეს და საარჩევნო პროცესს აფასებენ. რა ხარვეზები იკვეთება, ამის შესახებ დავით საგარელი ისაუბრებს კიევიდან. სულ ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტო უნიანის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ცნობილი უკრაინული სამოქალაქო ორგანიზაციის აპორას ბრიფინგი. მისი ლიდერი ოლგა აივაზოვსკაია აცხადებს, რომ მათი დამკვირვებლები, რამდენიმე ასეული დამკვირვებელი დილიდან უწევდა მონიტორინგს ხმის მიცემის პროცესს და როგორც აივაზოვსკაია ამბობს, მნიშვნელოვანი სახის დარღვევები არ დაფიქსირებულა და საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესი. აივაზოვსკაის განცხადებით, მხოლოდ 17% საარჩევნო უბნების არ გაიხსნა დროულად და ადგილი ქონდა გარკვეულ დაგვიანებას, ასევე მათ დამკვირვებლებს არ შექმნიათ არავითარი პრობლემა მუშაობისას. მხოლოდ 1% შემთხვევაში იყო გარკვეული სახის გადაცდომები საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა საერთო ჯამში აივაზოვსკაის განცხადებით, როგორც უკვე აღნიშნე, ძირითადად ტექნიკური სახის დარღვევებზე იყო საუბარი. ასევე ჩვენ ქონდა საშუალება დღესვე გავსაუბრებოდით Freedom House-ის უკრაინის ოფისის დირექტორსაც. ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის თვალსაზრისით ეს არჩევნები უკრაინის დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით გამარჯვებული ვინ იქნება, რადგან წინ მეორე ტურია. ვიტყოდი იმ ქვეყნის პერსპექტივიდან, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები საკმაოდ გამართულად მუშაობს. ხალხს საარჩევნო უბანზე მართლაც დაუბრკოლებლად მისვლისა და არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდა. დარღვევის ყველაზე ხშირი შემთხვევები უკავშირდებოდა ბიულეტენის გაცემას საჭირო დოკუმენტების მოთხოვნის და მიღების გარეშე. ეს შემთხვევები უბნების 14%-ზე დავაფიქსირეთ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი შემთხვევების წინასწარ მზადების ტენდენცია არ დაფიქსირებულა. ამასთან ერთად იყო ხშირი შემთხვევები მოსახლეობის მხრიდან ღიად საუბარი, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირეს მხარი. რიგ შემთხვევაში შემოხაზულ ბიულეტენს სურათსაც კი უღებდნენ. რაც შეეხება ხმის დათვლის პროცესს, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 70%-ზე მეტი დაითვალა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სურათი არის ფაქტიურად უცვლელი. 30%-ით ლიდერობს ვლადიმირ ზელენსკი, ასევე მას 16%-ით მოსდევს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და 13% აქვს მხოლოდ იულია ტიმოშენკოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 აპრილისთვის სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნება. მადლობა დავით ზაგარელს. თბილისში კი კომპანია ტრანსმშენის ობიექტზე ჯანდაცვის ინსპექტორების წარმომადგენლები იმყოფებიან სწორედ ამ წუთებში. თავად კომპანია განცხადებას ავრცელებს და ტრაგედიაში პასუხისმგებლობას ფაქტობრივად ქვეკონტრაქტორს აკისრებს, ვინაიდან წერს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება სწორედ დაქირავებულ კომპანიას ეკისრებოდა. ტრანსმშენი აცხადებს იმასაც, რომ გარდაცვლილებიც ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ და გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის თავად მზადყოფნას გამოთქვამს. ლევან კვატაშიძე იმყოფება იმ ადგილას, სადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გუშინ ლევან, რაიმე კომენტარი თუ იყო შრომის ინსპექტორების წარმომადგენელთა მხრიდან? დიახ, შრომით ინსპექტორების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც გუშინ ტრაგედია მოხდა. სამსახურის წარმომადგენლები აქ მოვიდნენ დაახლოებით 9 საათის წინ, თუმცა ოფიციალური ნებართვის შემდეგ მიეცათ სწორედ საშუალება, რომ შესულიყვნენ მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ტრაგედიის შემდეგ უკვე პირველად ამ ტერიტორიის დათვალიერება. შრომით ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან ასევე რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები. ისინი დაათვალიერებენ ტერიტორიას, ტრაგედიის ადგილს, მოხდება დოკუმენტაციის ამოღებაც, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების მიმდინარეობის პროცესში. ასევე ჩვენი ინფორმაციით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, შესაძლებელი არის გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკითხონ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდნენ.
დღესაც მოვედით რომ განვახორციელოთ შემოწმება, როგორც შემთხვევის ადგილის გავეცნოთ დოკუმენტაციას, შესაბამისად ჩვენ წინასწარ გაფრთხილებას ობიექტის ხელმძღვანელობას რო ვახორციელებთ, მოკვლევას არ ვეუბნებით, გვაქვს ამ შემთხვევაში, როდესაც მოხდება უბედური შემთხვევა, მყისიერი რეაგირების საშუალება, მოვიდეთ და განვახორციელოთ მოკვლევა, შესაბამისად გაარკვევენ ამ საკითხს და მოგოცემა საშუალება, რომ განვახორციელოთ სრულყოფილი მოკვლევა კონკრეტული უბედური შემთხვევის. სწორედ ამ განცხადების გაკეთების შემდეგ შრომითი ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს მიეცათ ნებართვა, რომ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ ეს ობიექტი არის მთლიანად დალუქული, მიმდინარეობს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები, დამატებითი განმარტებები მათი მხრიდან გაკეთდება მას შემდეგ, რაც უკვე დასრულდება ობიექტის პირველადი დათვალიერება. მადლობთ ლევან კვატაშიძე იყო. დირსის საცხოვრებელ კომპლექსთან კი ისევ ხმაურია, აქ პერიმეტრის საპატრულო პოლიციას ლენტით აქვს შემოსაზღვრული. დევნილთა ნაწილი ისევ შენობაში რჩება, მეორე ნაწილს იქ არ უშვებენ. იძულებით გადაადგილებული პირები ამ საცხოვრებელ კომპლექსში 2 დღის წინ შეიჭრნენ. რა ვითარებაა ადგილზე, ანი ბერუკაშვილისაგან გავიგებთ, რომელიც პირდაპირ ეთერში. ანი, რა პოზიცია აქვთ დევნილებს და რა ხდება უშუალოდ ტერიტორიაზე ამ დროისთვის? ხატია, პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ წუთებში აქ არის სიმშვიდე, თუმცა რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება გარეთ მყოფ ადამიანებსა და საპატრულო პოლიციას შორის, რომელსაც ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული ეს ტერიტორია. როგორც იცით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც გამაგრებული არიან ამ დროისთვის შენობაში, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, წყალი და როგორც ჩანს, მათ გაუთავდათ საკვებიც, ამიტომ მათ ნაწილს დღეს მოუხდა გარეთ გამოსვლა, შემდეგ მათ შეიძინეს საკვები პროდუქტები და წყალი და ცდილობდნენ, რომ შეეგზავნათ შიგნით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან კომპლექსში, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ არ მისცა საპატრულო პოლიციამ. ისინი აცხადებენ, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან შენობაში მოქალაქეები, მათ შორის იქ არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. დევნილები აცხადებდნენ, რომ თუკი მათ ისეთ ვითარებას შეუქმნიან, რომ მათ მოუხდებათ მთლიანად დატოვება კომპლექსის, არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ უკვე აქციები გარეთ განაგრძონ. მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი, ისინი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. საჭმელზე გამოვედით, რომ საჭმელი შეგვეტანა და მე აღარ შეგვიშვეს. ეგ ბავშვიანი ქალები არიან, ჩვილბავშვიანებიც არიან, მოხუცები არიან. გაჟონა ინფორმაცია, რომ სტოლვილებისათვის იყო ეს ბინა განკუთვნილიო და მე ყოფილი ასეთი შემთხვევები განკუთვნილია, მაგრამ მისცემენ ერთეულებს და მე გათავდა ის ბინები ქრება. და ამიტომ შევიდა იქ ხალხი. ჩვენი ოჩრიდი არ მოვიდა. 9 კვადრატის ცხოვრობ სამივე. უკვე დავიღალეთ. კი თავრობა 200 ლარს მიხდის. 200 ლარად რომელი ბინას იქირავებ თბილისში. მე ვიფიქრე რაღაცას ვიყიდი და გაუგზავნე ამ წუთში ბიჭებმა წაიღეს და იქ არ მიშვებენ. ის ადამიანები, რომლებიც კომპლექსში არიან გამაგრებული და ისინი ცუც უკვე ლენტის გარეთ დგას, დღეს მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომლებიც ადგილზე აქ არ გამოჩენილან. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი რჩება შენობაში, ზუსტი რიცხვი ჩვენთვის უცნობია, თუმცა როგორც გარეთ მყოფები ამბობენ, დაახლოებით 150-მდე კაცი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებიან ამ დროისთვის დირსის კომპლექსში. გმადლობა ანი. კანონით ნარკოტიკული თრობის ალკოჰოლურთან გათანაბრება შეუძლებელია. ამის შესახებ გადაცემაში იმედი ლაივ შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა გიორგი გახარიას განმარტებით, ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობა სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულია. ჩვენ როგორც სახელმწიფოს გვაქვს უამრავი საერთაშორისო ვალდებულებები აღებული ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ნარკოტიკული საშუალების რეალიზება და გასაღება ამ ქვეყანაში ლეგალური არ არის და შესაბამისად ნარკოტიკული თრობის ქვეშ რომ გავათანაბროთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ეს შეუძლებელია. თუმცა შედეგი შინაგან საქმეთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეს კვალიფიციური ადვოკატის დაქირავებას ურჩევს. TBC-ის დამფუძნებლის პასუხად გიორგი გახარიამ იმედი ლაივში აღნიშნა, რომ თმენის ვალდებულების და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით ჯერ კიდევ ვიცდის, თუმცა შემდეგ მოქალაქეობრივ ღირსებას დაიცავს. 24 მარტს ხაზარაძემ განაცხადა, რომ გახარიამ სწორედ სასამართლოს გზით უნდა დაამტკიცოს, რომ მისთვის მუქარის წერილი არ გაუგზავნია. საუბარია წერილზე, რომელიც თითქოს ხაზარაძემ გახარიასაგან შუამავლის ხელით მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრმა იმედის ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა ისიც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს ეკონომიკური მომავლისა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საჭიროა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის და რაც ჩემთვის დღეს
მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების განზომილებისთვის და აქ ჩვენთვის როგორც სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობაა რომ თვითონ პროექტს არ მიადგეს რეპუტაციული ზიანი. ჯობია რომ უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირავოს. ჩემი თმენის ვალდებულებით და სხვა კიდევ ბევრი არგუმენტებიდან გამომდინარე მე რაღაც პერიოდი დაველოდები კიდერეებს იკადრებენ და ამის შემდგომ ჩემს იურიდიულ როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს აღვასრულებ სრულად. მამუკა ხაზარაძის განცხადებით ამერიკელების მხრიდან არის მობილიზებული განწყობა, რომ ანაკლიის სპორტის პროექტი ბოლომდე მივიდეს. TBC ბანკის დამფუძნებელი ასე გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომლის თანახმად თითქოს საქართველოს მთავრობა ანაკლის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრმა კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლება და ხელშეკრულების გაწყვეტა მასთან არ იგეგმება. ბუნებრივია სახელმწიფოს აქვს უფლება და ალბათ სწორედაც ჩვენია რომ შეისწავლონ ყველა რისკები მათი მხრიდან, ამაში მე რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ხედავ. უბრალოდ რატო ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში ცოტა ეს კითხვებს იწვევს, მაგრამ დავალოდოთ მოვლენებს. ჩვენ მე დღეს დავბრუნდი შეერთებული შტატებიდან, სადაც მქონდა ჩემ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საკმაოდ სერიოზული ესე თქვა შეხვედრები, მინდა გადმოგცეთ რომ განწყობა არის ძალიან მობილიზებული ამერიკელების მხრიდან, ბანკების მხრიდან, რომ ეს პროექტი მივიდეს ბოლომდე და ის წინააღმდეგობები, რომელიც არის, იქნას დაძლეული. სხვა კომპანიით კონსორციუმის ჩანაცვლება არ იგეგმება. ეს დიახ, ესეთი კონტრაქტი იყო დადებული და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს სირთულეები დღესდღეობით თვითონ კონსორციუმის მხრიდან საკუთარი კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით და აგრეთვე ჩვენ გვაქვს სირთულეები დამფინანსებელ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში. ეს ყველასთვის არის ცნობილი, ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება და რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად აზრიანი, რომ ჩვენ შევაფასოთ იურიდიული რისკები. ცნობილია კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას უზრუნველყოფს. კონკურსში ავსტრალიურმა მულტინაციონალურმა კომპანია SMEC-მა გაიმარჯვა. დაინტერესება სულ 4 საწარმოს ჰქონდა გამოხატული. ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე კი 3 გადავიდა. SMEC-მა საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია 7 თვეში უნდა მოამზადოს. კომპანია უკვე მომდევნო პერიოდში შეიმუშავებს საპროექტო დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც უკვე ეტაპობრივად მოხდება სამუშაოების დაწყება. საუბარია იმაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ფაქტურად 1 თვის თავზე ჩვენ უკვე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას დავიწყებთ და მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე ეტაპობრივად განხორციელდება აღნიშნული მშენებლობა, იქნება სახელმწიფოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც მას იმთავითვე გააჩნდა და რომლის ფარგლებშიც უკვე კონკრეტული გეგმა არსებობს მთელი რიგი მიმართულებებით, რაც საბოლოო ჯამში წარმატებული პროექტის განხორციელებას მოახდენს. სააგენტო აწარმოებს საქართველოში ახალ პროგრამას საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის აღსრულებას იწყებს. პროგრამის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობაა, რაც ფინანსებზე მათ წვდომას უზრუნველყოფს. ახალი პროგრამის შესახებ ინფორმაცია მცირე და საშუალო მეწარმეებმა დღეს მიიღეს. პროექტის თანახმად მათ, ვისაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა, რომ სესხი აიღონ, სახელმწიფო თავდებში ჩაუდგებათ. მაქსიმალური თანხა, რომელიც მეწარმეს შეუძლია მოითხოვოს, 2 მილიონი ლარია. პროექტი 2019 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ფინანსების წვდომა არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების. ეს ინსტრუმენტი კერძოდ უზრუნველყოფს იმას, რომ იმ ბიზნესს, ვისაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღოს სესხი, ჩვენ როგორც სახელმწიფო დაუდგებით თავდებაში. 2 მილიონი არის მაქსიმალური სესხის უდანობა, რაც შეიძლება მოითხოვოს მცირე და საშუალო ბიზნესმა. ამ 2 მილიონიდან, რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესს რაღაცა ნაწილზე მაინც თავის უზრუნველყოფა უნდა გააჩნდეს, მაგრამ 70% სახელმწიფო დაუდგება თავდებაში. ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამაში, ჩვენ ამ
მთლიანად თვეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვახორციელოთ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანია და ასევე ჩვენი სააგენტოს კარები ღია არის და მივესალმებით ყველა მსურველს მოვიდეს და გაიაროს ჩვენთან კონსულტაცია. აუცილებლად ვისარგებლეთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ცირე და საშუალო ბიზნესს ყოველთვის უჭირს საფინანსო რესურსის მოპოვება. ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ ცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ახერხებს გაზნას. იმედი მაქვს, რომ ეს პროდუქტი ეფექტურად იმუშავებს, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციები და ახალი მექანიზმებით, რომელიც აწარმოებს საქართველოს შემოაქვს და ჩვენ პირადად აუცილებლად რაც შეიძლება მალე მოვახდეთ ამ პროდუქტის მოპოვებაზე განაცხადის შეტანას. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი გუნდის წევრებს შეხვდნენ. განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესია და ამ საკითხზე უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების სურვილის მიხედვით ამის შესახებ დასკვნა უნდა მოამზადოს. გავაცანით ის 4 ძირითადი პრინციპი, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა და კითხვები, რომ გათვალისწინებული არის ჩვენს კანონპროექტში. კერძოდ ეს არის პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოსამართლე წევრებს, ასევე იურისტებს, რომელიც სისტემის გარეთ არიან. მეორე, რომ სიის შედგენის პროცესი და პარლამენტში წარმოდგენის პროცესი არის გამჭვირვალე და თითოეული შეფასება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით არის ხელმისაწვდომი. მესამე, რომ პარლამენტში კანდიდატები განიხილებიან პრაქტიკულად ამერიკის კონგრესის სტანდარტით ღიად კომიტეტზე ყველა შეკითხვას პასუხობენ, რომელიც კომიტეტზე დაისმება და მესამე, რომ კენჭისყრა მოხდება ინდივიდუალურად თითოეულ კანდიდატურას დაკავშირებით და რა თქმა უნდა პარლამენტი არ არის ვალდებული, რომ ყველა წარმოდგენილი კანდიდატი დაამტკიცოს. თუკი ჩვენ გავაჭიანურებთ და არ მოვახდენთ დროულად გონივრებადაში მოსამართლეების არჩევას, ჩვენი მოქალაქეების საქმეების განხილვა გაჭიანურდება. ამით საუბარი იყო იმაზეც და ჩვენ ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ მეორე მოსმენამდე მოხდეს მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების წარმოდგენა და საუბარი შეეხო იმას, რომ უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ჩვენთვის წარმოდგენა. ვენეციის კომისიის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. საკანონმდებლო ორგანოს გარდა დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორთან. ეს კანონპროექტი არის მორგებული პირდაპირ ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით. ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორც იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები არის კანონპროექტთან მიმართებაში, რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე საპარლამენტო პროცედურასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება არ აძლევს ვენეციის კომისიას, როგორც ჩანს, საერთოდ საკმარის დროს იმისთვის, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. არ მაქვს იმედი, რომ მოხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. ეს იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ კონსტიტუციის საჯარო განხილვების პროცესის მონაწილე ვიყავი და პრაქტიკულად ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო ქართულმა ოცნებამ. ეხლა ზედაპირული იქნება თითქოს და გათვალისწინება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების და საბოლოო ჯამში შეეცდებიან გაიტანონ ის კანონპროექტი, რაც მათ მომზადებულია. ეს ვერსია კოპახიძის დაიწერა მხოლოდ რაღაცა ექსკლუზიურად ამ პროცესისთვის, რაც არ არის კარგი, იმიტომ რომ ასეთ საკითხებში კარგი გამოცდილება აქვს ევროპულ ქვეყნებს და ექსპერიმენტების ჩატარება ნიშნავს, რომ საკუთრივ ვიწრო ინტერესებისთვის იწერება პროექტი. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო მათთვის ეს ინფორმაცია და მათ მიეწოდათ ჩვენი ვერსიაც აქვთ ნათარგმნი. საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის საქმეზე დაკავებული ორი მოქალაქე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიების ვერსიით თენგის ქობალიამ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულურდავას მიერ ქრთა მისაღების შესახებ შეიტყო და სამართალდამცავ ორგანოებს ამის თაობაზე არ აცნობა. რაც შეეხება ხუტა ბაღათურიას, იმისათვის რომ არ გაემხილა გია გულურდავა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მან გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც პროკურორმა განმარტა, ორივე ბრალდებულმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა და მათ ბრალი სრულად აღიარეს. ორივე ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის დროს სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალდება, დაადასტურეს ის გარემოებები, რაც ჩვენ ბრალში ჰქონდა მითითებული და შესაბამისად
მათი პოზიციით ან ეს ვთქვათ ან მტკიცებულებები აღარ გახადეს ესე ვთქვათ სადაოდ, თუმცა დანარჩენი ბრალდებულისმა ამ ეტაპისთვის პოზიცია არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას. სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალი, შესაბამისად დაცვის ხარისხს მიეცა შესაძლებლობა, რომ დაეყენებინა ჩვეულებრივ ახლოს ხონსების შეცვლის თაობაზე, რასაც დაეთანხმა ბრალდების ხარე და გათავისუფლდნენ ესენი პატიმრობიდან შეეცვალათ ახლოს ხონსება. რაც შეეხება ჩემი დაცვის გია გულორდავას და ლაშა გოგიას, ისინი ისევ აცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დღეს საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვე გავიდა, თუმცა ვისაც სისტემის დატოვება გადაწყვეტილი აქვს, ამას დღესვე ვერ გააკეთებს. განცხადება საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ შეგიძლიათ შეიტანოთ სქემაში ჩართვიდან 3 თვის თავზე. საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. დასვენების დღეს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 3 თვის სათვლე იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა. ამასთან მნიშვნელოვანი პირობაა ისიც, რომ სქემის დატოვება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის. სისტემის დასატოვებლად მხოლოდ 2 თვე გაქვთ. მოქალაქეები, ვინც სააგენტოში დღეს მივიდნენ, მხოლოდ ინფორმაციის მიღება შეძლეს. სქემაში გაწევრიანების თარიღად ითვლება ის დღე, როდესაც ბუღალტერმა ჩვენთან ჩარიცხა შესაბამისი საპენსიო დანაზოგი, შესაბამისი მოქალაქის და ამ მოქალაქის შესახებ გვაცნობა. იმ მომენტში გაიხსნა პერსონალური ანგარიში და ზუსტად აი ამ თარიღიდან აითვლება ის 3 თვე და შემდგომ აი ამ 3 თვის თავზე იწყება გასვლის პერიოდი, 2 თვიანი გასვლის პერიოდი. ინფორმირებული ვიყავი, უბრალოდ თარიღი გავიგე, როდესაც შემიძლია განცხადების დაცემა. 8 აპრილიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება და 9 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საბაზისო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სასურველ პროფესიას ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ. რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით საგანმანათლებლო რესურს ცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არის შესაძლებელი, ასევე ინტერნეტის დახმარებით. საბაზო და საშუალო განათლების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ის პროგრამა, რომელიც მათ აინტერესებთ. ხელმისაწვდომია რეგისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებისთვისაც მოქმედებს რეგისტრაციის იგივე პროცედურები, თუმცა მათთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ალტერნატიული ტესტირება. ეროვნული უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომია პროფესიული პროგრამები, თუ კი აქამდე ენობრივი ბარიერის გამო ისინი ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებელია უკვე პროფესიული ტესტირების გავლა სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენაზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მუშაკებისათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დელნთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ მოლაპარაკების პროცესში სოციალური მუშაკების სამსახურის მნიშვნელობა გაიაზრონ. სამინისტრომ აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს საქართველოს პარლამენტთან და ერთად უნდა დაისახონ ის რეალური გამოსავალი, რაც ამ სიტუაციას მოაგვარებს და ჩვენ არ ვიქნებით ჩიხში. გარდა ამისა, პრინციპული მნიშვნელობის საკითხია კიდევ 2 თემა, ერთი ეს ეხება შრომის პირობების გაუმჯობესებას და მეორე ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რესურსების თვალსაზრისით მათ შორის სოციალურ მუშაკებს მისცემს საშუალებას, რომ ბენეფიციერებს ეფექტური სერვისი შესთავაზონ. დღეს არაეფექტური ნაბიჯების გადადგმა ნიშნავს, რომ ხვალ უფრო ძვირის გადახდა მოუწევს სახელმწიფოს ამ პრობლემების აღმოფხვრვის გზაზე. პროცესში უნდა ჩაერთოს აქტიურად როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება და მობილიზება მოხდეს იმ რესურსების, რაც საჭიროა ამ პრობლემების გადასაჭრელად და დაიდოს კონკრეტული გეგმა, თუ როდის გაიწეროს კონკრეტული ვადები, როდის გადაიჭრება ის პრობლემები, რომლებიც დააყენეს სოციალურ მუშაკებმა. აპრილის საქართველოში თოვლით დაიწყო თოვს თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზეც მერიის ცნობით ამ ეტაპზე კოჯორში, ბეთანიაში, წყნეთსა და კიკეთში ტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი, თუმცა ადგილზე მაინც მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. თოვს და დაახლოებით -4 გრადუსამდე ყინვაა თელ-ავივ-აზიანი გომბურის საავტომობილო გზაზე, სადაც მანქანები შეფერხებით მოძრაობენ. ეს ნალექი დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შეწყდება. ხოლო უკვე დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი გაძლიერდება და დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, უმეტეს რაიონში იწვიმებს მთაში და მაღალმთაში იქნება თოვლი. ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ძლიერი ქარი, უმეტესად უნალექვეჩაევლის დღე. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 5 აპრილამდე არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება.
ქართველი სტუდენტი მილანში გარდაცვლილი იპოვეს. 27 წლის იზაკ ავთარაძის გადმოსვენების საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც იტალიის მხარე ოფიციალურ პროცედურებს დაასრულებს. ჯერ უცნობია რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იკვლევს. და ახლა უცხოეთის რამდენიმე სიახლის შესახებ ვისაუბრებთ. თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებია ცნობილი. მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ანკარასა და სტამბოლში წააგო, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა. როგორც ერდოღანმა განაცხადა, მოსახლეობამ მმართველ გუნდს მხარი ზედიზედ მე-15 არჩევნებში დაუჭირა. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ეკონომიკის გაძლიერება და დასაქმების ზრდა იქნება. პერუში ორსართულიანი ავტობუსი დაიწვა. უბედური შემთხვევის შედეგად 20 ადამიანია გარდაცვლილი, არიან დაშავებულებიც. რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველების განცხადებით ცეცხლი ძრავს გაუჩნდა და მთელ ავტობუსს მოედო. ტორნადომ ჩინეთში 2 მოზარდი იმსხვერპლა. შანსიუს ოლქში მდებარე ატრაქციონზე ქარიშხალმა ბატუტები გაიტაცა. 18 ადამიანი დაშავდა, ისინი ახლოს მდებარე კლინიკებში მოათავსეს. ექიმებმა 2 მოზარდის გადარჩენა ვეღარ შეძლო. მალაიზიის სასამართლომ ჩრდილო კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ვიეტნამელ ქალს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მას სავარაუდოდ 2019 წლის მაისში გაათავისუფლებენ. მარტის დასაწყისში მალაიზიის სასამართლომ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთ ქალს ბრალი მოუხსნა, ის ინდონეზიის მოქალაქეა. ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. რომის პაპი ფრანცისკე მაროკოში მიგრანტებსა და მუსლიმ ლიდერებს შეხვდა. პონტიფიკოსმა კათოლიკურ კომუნაში მესად ჩაატარა. რომის პაპმა მიგრანტების პრობლემასთან დაკავშირებით ისაუბრა, მისი თქმით, ხელოვნური ბარიერების შექმნით ეს საკითხი არ მოგვარდება. ვიზიტის ბოლოს რომის პაპი მაროკოს მეფეს მუჰამედ მე-6-ს შეხვდა. იაპონიაში განაცხადეს, რომ ახალი იმპერიული ეპოქის სახელი, რომელიც 1 მაისს დაიწყება, რეივა იქნება, რაც წესრიგსა და ჰარმონიას ნიშნავს. ახლანდელი ეპოქა, რომელსაც ჰეისეი ჰქვია, ერთ თვეში იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომისთანავე დასრულდება. ყოველი იმპერატორის მმართველობას იაპონიაში ახალ სახელს არქმევენ. აკიჰიტო ოფიციალურად 2019 წლის 30 აპრილს გადადგება. და ბოლოს 4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით თბილისში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 11 კონცერტში ადგილობრივი და გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა. წელს მე-9-ით ტარდება ფესტივალი, რომელიც რეგიონში ერთადერთია, რომელიც საგუნდო მუსიკის განვითარებას და მის პოპულარიზაციას ეხმიანება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფესტივალში იღებენ მონაწილეობას როგორც ადგილობრივი გუნდები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე ჩამოდის 5 ქალაქიდან ძალიან მნიშვნელოვანი გუნდები. დიდი მასშტაბის ფესტივალია, იმიტომ რომ საგუნდო მუსიკა თან კლასიკური საგუნდო მუსიკა ძალიან ბევრ ადამიანს მოიცავს. პატარა გუნდიც კი დაახლოებით 40 კაცია ყველაზე ნაკლები. ძალიან საინტერესო ლოკაციები გვაქვს. ხსნით ფესტივალს აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში და ვამთავრებთ კონსერვატორიის დიდ დარბაზში. დღის ყველა სიახლეს გაეცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში შევხვდებით 17 საათზე დროებით.